მოყოლეთაში ბრუნდები და განვაგრძობ ჩვენს გადაცემას. შემოგვიერთდა მეორე სტუმარი თამარ კიკნაძე, პროფესორი, ანალიტიკოსი. ქალბატონო თამარ, მადლობა რომ მონახეთ დრო და მოგბრძანდით ჩვენთან და როგორ თემაზე მინდა ვისაუბროთ. ქალბატონო თამარ, გრძელდება საპროტესტო აქციები ისევ თბილისში, ყოველ საღამოს არის გადაკეტილი რუსთაველი, მთავარი მოთხოვნა ისევ არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ევროპარლამენტარებიც, ასე ვთქვათ, აცხობენ რეზოლუციაზე. საპარლამენტო ასამბლეაც ევროსაბჭოს მოგვიწოდებს, რომ ახალი არჩევნები და ჩატარდეს, ვინაიდან ქართულ ხალხს მოჰყარეს დემოკრატია, მოჰყარეს არჩევნები, უკვე ძალიან კომიკური ხდება. სიმართლე გითხრა და ამ დროს თავად ევროკავშირში ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ჩვენ საზოგადოების ნაწილმა დაარქვა ევროპას შინ და მიდის შინ, ანუ ევროპისკენ, მაგრამ აი ევროპასად მიდის ძალიან საინტერესო საკითხია, განსაკუთრებით ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, თუმცა გავარკვიეთ, რომ ტრამპმა კი მოითხოვა 500 მილიარდი, საიდან გაჩნდა ეს 500 მილიარდი, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რომ რა თანხად ჩვენ გავიღეთ და დავეხმარეთ უკრაინას აი ამ თავისი წიაღისეულით და თავისი სიმდიდრით უნდა დაგვიბრუნოს და როგორც ჩანს კი და უკრაინის ხელისუფლება, მისი პრეზიდენტი ზელენსკი ამას დათანხმდა, მისი ინტერვიუდან მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე და ამასთანავე ლაპარაკი იქ არ არის ევროპას კავშირის ქვეყნებმა რომ გაიღეს დახმარება იმ დახმარებას ვინ დაუბრუნებს და ამასთანავე ტრამპის მეორე მკაფიო განაცხადი რომ ის აღარ დაიცავს, არ არის პრიორიტეტი ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე როდესაც სამშვიდობო პროცესი დაიწყება უკრაინაში, იქ სამშვიდობო კონტინგენტი ეს არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტი და ევროპამ თავად უნდა მიხედოს ამ საკითხს. ომის მიმდინარეობისას ევროპული წარმოება დარჩა რუსული იაფი-გაზისა და ნავთობის გარეშე, ანუ მას გაუძვირდა ცხოვრებაც, დააწყვეს მძიმედ მის ეკონომიკას, ამას დაემატა დახმარება უკრაინისადმი, ევროპას დარჩა კონფლიქტი, ამ ხელას სახელმწიფო ამდენ შეერაღებული ადამიანის განიარაღება ციური ხო არ იქნება ქალბატონო თამარ, არა ომის შემდეგ სამშვიდობო პროცესი რო დაიწყება და ამდენი ფსიქიკა შეერყეული ადამიანის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პრობლემა და პლუს უსაფრთხოებაც ევროპის კისერზე უნდა იყოს, რისი თავი არ ვიცი მე აქვს თუ არა ევროპას ჩამოყალიბების სტრუქტურები, ანუ რა პროცესებია ეხა ევროკავშირში და რა ბედიელის მას და მე ის მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცად გადაჯაჭვულები ვართ მიმდინარე პროცესით, რაც თბილისის ქუჩებში ხდება ამ პროცესს. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ რადიო მსმენელებს, მადლობა მოწვევისთვის. მე არაერთხელ მithქვამს, რომ თუ იცი აი თვალს ადევნებ ამ პროცესებს და იცი რაღაცა თეორიები, იმიტომ რომ არაერთხელ აღნიშნავ, რომ დასავლელი მეცნიერები ძალიან კარგად აღწერენ აი ამ პროცესებს თეორიებში, ახდენენ ანუ პროცესების თეორიაში კოდიფიცირებას, ადვილი მისახვედრია თუ რა ხდება. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ჩვენ ამ პროცესების განუყოფელი ნაწილი ვართ, შეიძლება სუბიექტები არა, მაგრამ ის რაც მიდის მსოფლიოში პირდაპირ მოქმედებს ჩვენ განვითარებაზე და ის რაც ხდება, უნდა გითხრათ, რომ ოპოზიცია და ის ადამიანები, ვინც იქ დგანან, ისინი ვერ გრძნობენ აი ამ გლობალური პროცესების შინაარს, რაც დღეს ხდება. ხო, იმიტომ რომ ეს პროცესები გლობალური არ არის საქართველოს მიერ ინიცირებული და აი თუ გავიხსენებთ არის ეგეთი თეორია, მაგალითად ჰეგემონური სტაბილურობის თეორია და ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელი 21 საუკუნის განმავლობაში ამერიკა იყო ერთადერთი ჰეგემონი ქვეყანა, მაგრამ ეხლა მას აქვს დაღმავალი ციკლი. ეხლა რაც შეეხება ამ უკრაინის ომს, აქ რამდენიმე პრობლემა გადაწყდა და მათ შორის ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე. და ამ ომს გარდა ყველაფრისა ჰქონდა ევროპის დასუსტების ფუნქცია. თან ორივე მხრიდან, რუსეთის მხრიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. კი ბატონო, ესენი შეთანხმებულად ისეთი შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ამიტომ ისევ ვიმეორებ, ის ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, ჩარჩენილები არიან იმ ძველ წესრიგში და ალღოს ვერ უღებენ იმას, რომ დღეს აბსოლუტურად სხვა მსოფლიო გვაქვს. შეიძლება
შეიძლება რამდენიმე წელში ევროკავშირი საერთოდ აღარ არსებობდეს, ხო? და ეს რღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მოხდა ეს Brexit-ი. გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა ევროკავშირის რიგები და ისინი არც ერთ ნაბიჯს ტყუილა არ დგავენ, ხო? და რიტორიკა, რომელიც არის ტრამპის მხრიდან და აი ეს ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ის რაც დღეს ხდება საქართველოს მიერ არ არის ინიცირებული, ეს გლობალური პროცესია, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებამ პირველად პოსტსაბჭოთა პერიოდში, ესე იგი, აუღო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ინფორმირებული იყო ამ პროცესების შესახებ და აბსოლუტურად ადეკვატურად მოქმედებს. და მადლობა უნდა უთხრათ, რომ ეხლა ზოგს მიაჩნია, რომ ეს რაღაცა ლიტონის სიტყვებია ომში ჩათრევის შესახებ, ხო? მაგრამ ესე არ არის. იგეგმებოდა საქართველოს ომში ჩარევა, რო არა ეს ხელისუფლება და ჩვენ აბსოლუტურად ახალი დღის წესრიგის და ახალი მოცემულობის წინაშე ვდგევართ. საერთოდ არის ეგეთი, აი ნახეთ ახლა USAID-ზე, NED-ზე, ხო ყველაფერზე ძალიან უარყოფითი რეაქცია არის ამერიკის პრეზიდენტის, იგივე ილონ მასკის მხრიდან. თუმცა აქცენტით კორუფციაზე. იმიტომ რომ არაეფექტიანი კორუფციაზე, მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აქცენტი, ანუ ვერ შეასრულა მან თავისი დანიშნულება ამ ორგანიზაციებმა. და იმის შესახებ განცხადება, რომ მსოფლიო ჟანდარმი აღარ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ისევ უბრუნდები აი ამ ჰეგემონის ფუნქციას. ჰეგემონი მსოფლიოში თავისი პოლიტიკის გასატარებლად და თავისი ინტერესების იმპლემენტირებისთვის, ხო, ქმნის ამ ინსტიტუციებს. შესაბამისად ეს იდეოლოგია, მათი ინტერესები ამ ინსტიტუციების მეშვეობით ესე იგი ტარდება ცხოვრებაში და არასამთავრობო ორგანიზაციები იყო ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებლები და თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ფერადი რევოლუციები და ის ექსპერიმენტები, რომელსაც აი სხვა ეთერშიც ვთქვი მე, რომ 2010 წელს მაგალითად გამოვიდა ბარაკ ობამან ჩეთემ ჰაუსში და თქვა, რომ ჩვენ ვართ ახალი მოცემულობის წინაშე და ჩვენ თვალწინ ყალიბდება ახალი ერები. მაგრამ ეს მულტიკულტურალიზმი, როგორც დავინახეთ, არა განწირული იყო იმისთვის, რომ არ განხორციელებულიყო და ის ოპერაციები, რომელიც თქვათ კორდონის სახელმწიფოების ფერად რევოლუციებს მოიცავდა, სხვათა შორის კადაფი ამაზე ძალიან ხშირად ლაპარაკობდა, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვინც ვაკავებთ ამ ნაკადს და იმ ლიბიის რევოლუციასთან ერთად ეს ნაკადი გაიზარდა და ევროპაში მივიღეთ ახალი მოცემულობა. დევნილთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად არ ასიმილირდა იმ ევროპის ქვეყნებში, ისინი ცალკეულ ანკლავებად ცხოვრობენ და ევროპის სურათი აბსოლუტურად შეიცვალა. ეხლა ნახეთ, ტარიფების დაწესება. ტრამპი უწესებს ტარიფებს. ხო? დიახ, და ერთი სამონათოში მე გამომჩა, ტარიფებიც დაუწესა და ამასთანავე ისინი უკვე აღარ იღებენ. იმიტომ რომ რუსეთის დასუსტების მიზნით სანქციები ხო გამოუცხადეს, აი უფრო რუსეთი ამ სანქციებმა კი არ დაასუსტა. მე დიახ, და რუსეთიც არ დაასუსტა და მე ასეთი ეჭვი მიჩნდება, თქვენი აზრი როგორია, რომ ასეთ გაუსაძრის პირობებს ტრამპი იმიტომაც უქმნის ევროკავშირს და ევროკავშირში შემოვალი ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომ რაღაცის მიღწევა უნდა, თქვენი რის მიღწევა უნდადეს. არა, მე არ დავამთავრე ჩემი აზრი და ანუ ევროკავშირი აღარ არის აქტუალური და ეს ალიანსი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის. ეს არის ძველი
მოცემულობა არც ნატო აღარ არის აქტუალური, ამიტომ არის ლაპარაკი ამ მთლიანი შიდა პროდუქტის შესაბამისად ამ 5%-ამდე აწევას ამ საწევრო გადასახადის. მოკლედ ის მოცემულობა რაც იყო, ეს იყო წინა წესრიგის მოცემულობა და ეხლა აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება, სადაც ევროკავშირს აღარ აქვს ის დატვირთვა, რომელიც ჰქონდა და ნახეთ ახლა მოლაპარაკებები როგორ ხდება პირდაპირ ტრამპსა და პუტინს შორის იგივე სი ძინპინს დაურეკა ხო ანუ სახეზე აბსოლუტურად ახალი ტიპის მოცემულობა გვაქვს და ჩემი აზრით მე ამას დავარქმევდი უფრო სათათბირო დიპლომატიის და მრავალპოლუსიანი სამყაროს შექმნის პროცესს და აი ის რასაც თქვათ ჩვენი ოპოზიცია და ის ადამიანები რომლებიც იქ დგანან ითხოვენ არა ეს ნამდვილად აღარ არის დღევანდელი დღის წესრიგის აქტუალური საკითხი და იგივე ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფაქტობრივად ჩასაფრებული იყო და ხელისუფლებას უქმნიდა პრობლემებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მაგალითად მოქმედებდა გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან და არ მიყვებოდა იმ დღის წესრიგს, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, ხო? იცვლება ყველაფერი, მათთვის ეს ძალიან მტკივნეული მომენტია, წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მათ პოლიტიკას მომავალი არ აქვს. და აი რომ გითხეთ კალნო თამარ, რისთვის შეიძლება რატომ უნდა აყენებდეს რა მიზნით ტრამპი ასეთ მდგომარეობაში ევროკავშირს, რისი მიღწევა უნდა თქვენიაც რა შეიძლება იყოს მიზანი? საბოლოო ეს არ არის გაუთვლელი და ის სიტუაცია რაშიც აღმოჩნდა ევროკავშირი ყველაფერი შეიძლება მათ შორის ალბათ ფინანსური სისტემაც და ევროკავშირი და სისტემა რას გულისხმობს? აი ეს ბრეტონ ვუდსის ფინანსური სისტემა, იგივე ფედერალური სარეზერვო სისტემა, ნახეთ გამოძიებაზეა ხო ლაპარაკი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის ხალხი რომელიც შედის ამ ფედერალურ კომპანიები ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ძალიან დიდ პრობლემას უქმნის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. რატო? იმიტომ რომ მათთვის ამერიკა არის ეს კონგლომერატი და მათი კაპიტალის ბაზირების ადგილი და ისინი არ აღიქვენ ამერიკას როგორც თავიანთ სამშობლოს, იმიტომ რომ არიან გლობალისტები და სხვანაირი ხედვა აქვთ ამ სოფლიო წესრიგის აბსოლუტურად და ტრამპი მოვიდა იმ ელიტის მხარდაჭერით, რომლისთვისაც ძვირფასია ამერიკა და რომელიც ხვდება რომ საჭიროა რადიკალური გლობალური ცვლილებები და ამიტომ ის ნახეთ რა სლოგანია ხო გავხადოთ ამერიკა make America great again ანუ ის ელიტა არის ძირძველი ამერიკული ელიტა რომელიც დაინტერესებულია ამერიკის კეთილდღეობით მაგრამ ამერიკას ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი და არაერთხელ განუცხადებია ხო იგივე პრეზიდენტს და მის დაახლოებულ პირებს რომ ამერიკის ინტერესები აღარ არის ეს გლობალური ინტერესები, ძირითადი ინტერესის სფეროა იქითა ნახევარ სფერო და აგრეთვე ზღაპარს მაგონებს რა აღმოსავლეთში მე ვარო და დასავლეთში ისო რაღაც ესეთი ვიճარება იქნება. იმიტომ რომ მათი შესაძლებლობები შეიზღუდა, ხო? აღარ შეუძლია. არის ეგეთი თეორიაც, აი გილპინის თეორია არის და ამას თუ განვიხილავთ, აბსოლუტურად ჯდება ამერიკის დღევანდელი მოქმედება, იმიტომ რომ ჰეგემონი ქვეყანა იმისთვის რომ შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია, ძალიან დიდ დანახარჯებს ხარჯავს. და დროთა განმავლობაში ის იფიტება. და ამიტომ ჩდება ეგრეთ წოდებული ჩელენჯერი, ხო, რომელიც გამოწვევა არის ამ ჰეგემონიისთვის და ასეთი გამოწვევა იყო ჩინეთი. მაგრამ აქ არ არის აუცილებელი ამ თეორიის მიხედვით, რომ ის ჩელენჯერი მოვიდეს და გახდეს შემდგომი ჰეგემონი. ამიტომ დღევანდელი მოცემულობით არა, მართლაც მრავალპოლუსიანი სამყარო იკვეთება და აი როგორც გითხარით, ჩემი აზრით, ეხლა მიდის ეს მოლაპარაკებები, ვაჭრობა, თუ როგორ გადანაწილდება ეს მსოფლიო. შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში აღარ არის ევროპა.
და ევროპა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები ევროპაში იყო ნატოს ქოლგის ქვეშ თავდაცვით და იაფი რუსული ენერგომატარებლებით. ერთსაც საფრთხე აქვს და მეორესაც საფრთხე. ანუ ის მოცემულობა რაც იყო, დღეს აღარ არის. ამიტომ დღეს ევროპა არის ძიებაში. თუ რა როლი შეიძლება მას ჰქონდეს ამ გლობალურ პოლიტიკაში, დაიშლება, დარჩებიან, ლაპარაკი არის, თქვათ, ერთობლივ შეიარაღებულ ძალებზე. ნუ ამაზე შენარჩუნებაზე ფიქრობს ის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომელიც არის ევროკავშირის სათავეში და ძალიან მომგებიანია მათთვის ევროკავშირის არსებობა, მაგრამ მეორე არის კიდე რას თავაზობს დღევანდელი ცხოვრება და დღის წესრიგი. წინა პლანზე გამოდიან, ნახეთ, მემარჯვენე ტრადიციული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც კონსოლიდირებულები არიან, საქართველოს სხვათა შორის მათ შორის არის და აი მაგალითად ეხა დაგეგმილია უნგრეთის და საქართველოს მთავრობების ერთობლივი რაღაც შეხვედრა და საქართველოს მიწვეული არის ბუდაპეშტში, ხო? ანუ ახალი დღის წესრიგია, იმიტომ რომ იგივე ეს LGBT და გენდერული პოლიტიკა, რასაც ეს ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული პირველ რიგში და ადამიანები, რომლებიც იგივე საქართველოში იქამდე მივიდნენ, რომ აი ამაზეც კი მიდიოდნენ და ნუ რახან ეს ევროპული ღირებულება იყო, არა თვალს ხუჭავდნენ, ნუ რახან ესე უნდა იყოს. მაგრამ ეს და სხვადასხვა ძალიან ის არის უცნაური და ცინიკურია. ეხლა რახან ისე არ იქნება, მე ისე არ უნდა იყოს. ჩვენი აზრი ხო უნდა გაგვაჩნდეს რაღაც პროცესი. მე მაგალითად არასოდეს არ უჭერდი მხარს ამ გენდერულ ჯერ ესეთი სადოქტორო მაქვს დაცული ამ გენდერის დარგში და ყველაფერი ვიცი რასთან იყო ეს დაკავშირებული და ადამიანების კეთილდღეობას რო არ უკავშირდებოდა ეს დღის წესრიგი და სოციალური დოქტრინა, ამას ძალიან დიდი მეცნიერობა და მკითხაობა არ ჭირდება. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იგივე ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. არა მარტო მართლმადიდებლურმა, ხო, მაგრამ მე ხარ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ძირითადი ჩვენი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა, მაგრამ საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიც მხარს არ უჭერდნენ ამ გენდერულ პოლიტიკას, იმიტომ რომ ეს ბევრი დრო არ გვაქვს უკაცრავად აი ეს ევროპის აი მომავალზე და ამ როგორ შეიძლება ეს პროცესები ჩვენზე აისახოს, ის რაც ხდება ეხლა ვთქვათ ევროპაში და რატომ იცლიან ევროპელები როგორიც ახერხებენ რომ მოიცალონ ჩვენთვის, თუმცა ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ მათთვის რაღაცად მიუღებელია, რომ მოლაპარაკებებში ისინი არ არიან ჩართულები და მათ გარეშე წყდება უკრაინის. ნუ ესეც ხო არის მაჩვენებელი, რომ ევროპა დღეს აი ამ პროცესებში სუბიექტს არ წარმოადგენს. პირდაპირ ხდება ესე იგი ამ ტრამპის და პუტინის და სი ძინპინის კომუნიკაცია. ეხლა რა შეეხება ჩვენ საკითხს. ნუ ჩვენ როგორც გითხარით, ხელისუფლება აბსოლუტურად ადეკვატურ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც აწარმოებს და მან დააფიქსირა თავისი განწყობები და იგივე თქვათ ეს არჩევნების შესახებ ჩვენ აქ ცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცით, რომ კიდე ხელმეორე არჩევნები რო ჩატარდეს, არა ის ოპოზიცია კიდე უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებს, იმიტომ რომ აბარაუდოთ მათი აქცენტები დღეს საქართველოსთვის ნამდვილად არ არის ხელსაყრელი. ამიტომ ეს ხდება სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, არა არჩევნების ჩატარების მიზნით. მათ ძალიან კარგად იციან თვითონ ოპოზიციამ და მათმა ევროპელმა მესვეურებმა, რომ ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ოპოზიცია მოვიდეს, ეს არის არეულობა.
და მღვრიე წყალში თევზის დაჭერის ვერსია. იმიტომ რომ ის პოლიტიკოსები ხალხს არ უყვარს და ჯერ კიდევ საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ ის 9 წელი კი არ უყვართ და ამბობ რამდენი უნდა ილაპარაკოთო, მაგრამ მათ შორის მეც მაგალითად ძალიან ცუდად მახსოვს ეს პერიოდი. ასე რომ იმ პროცესს რაც დღეს გვაქვს ალტერნატივა არ აქვს, ხო? და ალბათ ეს განელდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ ის მხარდაჭერა თავიანთი პატრონებისაგან, იმიტომ რომ ადვილი მისაღებია და ადვილი გასაგებია, რომ ეს ძალა არ არის ეროვნული ძალა და მათი ინტერესი ანგარებიანია. ან ორი ვარიანტი, ან ისინი ვერ ფლობენ ამ სიტუაციას საერთოდ, ან კიდევ რაღაცა თავისი ინტერესები აქვს და გადახედეთ ახლა, ალბათ ესეც გამოირკვევა თუ რა თანხები შემოდიოდა აქ და ის რას ხმარდებოდა. და ამის ინიცირება თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა მოახდინა. და ჩვენ ალბათ გავხდებით მოწმენი და პარალელურად აქაც იგეგმება ამ საგამოძიებო კომისია შეიქმნა და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. მე ამას მივესალმები, იმიტომ რომ არც ერთმა შემდგომმა ხელისუფლებამ არ უნდა გაბედოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ამდაგვარად ნიველირება, როგორც ეს მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ. და ბოლოს პოლიტიკური სცენა უნდა გაიწმინდოს მათგან და უნდა მოვიდეს რეალური ოპოზიცია, რომლის მიზანიც კი ხელისუფლებაში მოსვლა არის საბოლოო მიზანი პარტიისთვის, მაგრამ ისინი ერთმანეთს უნდა კონკურენციას უწევდნენ საქართველოსთვის საკეთილდღეო საქმეებში და არა მხოლოდ პირადი ანგარებიანი მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. და პროცესები მინდა შევეხოთ ორიოდე სიტყვით, იგივე სომხეთში. სომხეთი ახლა მაშინ როცა ჩვენ ევროკავშირისკენ სულა დავიწყეთ, მაშინ ევროკავშირი საკმაოდ მძლავრად იყო, ყოველთვის კეთილდღეობა ნამდვილად იყო იქ და ამდენი პრობლემა არ ქონდა. სომხეთი ახლა დგამს ამ ნაბიჯებს და ჩვენ ლეგენდარულმა მიხეილ როთმა თქვა კიდეც, რომ ჩვენ ვერ დაუთმობთ რუსეთს, საქართველოს და სომხეთს. სომხეთს რა როლი აქვს ამ პროცესში? სომხეთი ეს ხო არ არის მარტო ის ქვეყანა, რომელიც კავკასიაში მდებარეობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, სომხეთში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკის საელჩო. კი ბატონო, რაც რაღაცაზე მიანიშნებს და სომხეთში გაცილებით უფრო ბევრი მოსახლეობა ცხოვრობს მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე ამიტომ ზეგავლენა არის ძალიან დიდი ამ უცხოელი სომეხი მოსახლეობის და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგეხსენებათ, რომ სომხური ლობი ებრაული ლობის შემდეგ არის მეორე. ამიტომ მათი გავლენა სხვათა შორის ლავროვმა თქვა ერთხელ, რომ სომხებთან მოლაპარაკებაო არის ძალიან ძნელიო, იმიტომ რომ რაღაცაზე მოელაპარაკები შევთანხმდებითო და შემდეგ ეს ქვეყნის გარეთ არსებული ძალები კი შეიძლება არ მიესალმონ ამ რაღაც გადაწყვეტილებას, ამიტომ ისინი ხშირად იცვლიან თავის განწყობებს და გადაწყვეტილებებს, ხო? და ამ შემთხვევაში ახლა მე არ ვიცი რით არის ეს განპირობებული, მაგრამ სომხების სახელმწიფოებრიობის საკეთილდღეოდ რო არ ითამაშებს ეს გასაგებია. იმიტომ ნახეთ რა სლოგანებით დაიწყო იგივე მეიდანი უკრაინაში. ხო? აქაც იყო მცდელობა, მაგრამ აქ არ შედგა. ეხლა სომხეთშია იგივე პროცესები და ჩემი აზრით ესეთი თამაში, როდესაც იწყება,
ეს ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ არ დამთავრდება. იმედია ჩვენზე არ გადმოვა. რაღაცა არა მე ამ შემთხვევაში სომხებზე ვამბობ. და ნახოთ რითი დამთავრდება. ჯერჯერობით ყარაბაღი დაკარგეს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რა იყო მათთვის უკეთესი ყარაბაღი, რომ დაებრუნებინათ კანონიერი მფლობელისთვის მე ასე ვიტყოდი მაინც. მათთვის, იმიტომ რომ აი ეს მთელი ენერგეტიკული პროექტები ცდილობდნენ ხო და აცდა იმის გამო, რომ მათ ამჯობინეს ყარაბაღი, უბრალოდ ყველას აქვს ხო რაღაცა თავისი ჩაციკლა და ჩაიციკვლენ ამ ყარაბაღზე, როდესაც გაცილებით უფრო მომგებიანად შეეძლოთ მათ ემოქმედათ. შეიძლება ესეც არის მიზანი და რომ დაუბრუნდა თქვათ ყარაბაღი აზერბაიჯანელებს ეს სტაბილიზაციის რაღაცა დასაწყისია და ალბათ მე ვფიქრობ რომ ეხლა დგება ისეთი პერიოდი, როდესაც არეულობა ამ რეგიონში არავის არ აწყობს. საბედნიეროდ იმ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, რომელიც დღეს აქ ვითარდება, ამიტომ მე ოპტიმისტურად ვუყურებ იგივე აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის. მეცხინვალის რეგიონს ვამბობ ხოლმე. კი ბატონო, ეგრეთ წოდებული მე იმიტომ მესმის, ხო, ოსეთი როდესაც ჯდება ცნობიერებაში, მე გამიცო იმერეთი ხო არ არის ოსეთი. მაშინ საქართველოში ვერ იქნება ოსეთი, მაგრამ ჩვენ ალბათ და ხო გახსოვთ, როდესაც ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა, რა ამბავი ატყდა ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ თუ შენ გინდა პოზიტიური შედეგი, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. პოლიტიკაში ისიც კი მოსულა, აგერ პუტინი რატო გააგდეთ G7-დან, როგორ შეიძლება არ იყოსო ტრამპმა თქვა მოულოდნელად. არა, მე ვეთანხმები ტრამპს. არა, მე ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ანუ ამდენი სანქციების პაკეტი იყო. არა რეალური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო. აურაცხელი სიმდიდრით ბუნებრივი რესურსები და შენ როდესაც მის ნიველირებას სახდენ, მე ამას ვლაპარაკობ აი წლების განმავლობაში და ეხლა დავბრუნდით იქამდე, ხო? რომ რუსეთი იმიტომ კი არა, აი ნახეთ ქართულ სინამდვილეში როგორი კლიშეები იყო. შენ თუ სინამდვილეს ლაპარაკობდი, პრორუსი იყავი. და პუტინის მონა. და პუტინის მონა. ჩვენს დაგვიწერენ ახლა ქვემოთ. ნუ ახლა ეგ არ მადარდებს, იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და რაც მე მithქვამს, ესე იგი მეტნაკლებად ისე მიდის ეს პროცესები. ალბათ უკაცრავად დაასრულეთ. დაასრულეთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე იმედი მაქვს რომ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო შეძლებს რაღაცნაირად თანამშრომლობას და თანამშრომლობის გზით უფრო ბიზგი მიეცემა ინტეგრაციული პროცესი ჩვენს განვითარება. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ თვითონაც ვემშვიდობებით მოვალ ხუთშაბათამდე ნახვამდის.